მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ, დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება რას დათმობს, რას მივიღებ, რას არ დათმობს არასდროს და რას ვერ მივიღებ მისგან. დღეს ვშლით ერთ პოზიციაზე არჩევა არ იქნება, თითოეულ კარტს გავხსნით თითო შეკითხვაზე. ასევე თუ გიყვართ ესეთი ვიდეოს ფორმატი, უყურეთ ვიდეოს, თუ თქვენზე რეზონირდა ბოლომდე დარჩით ჩემთან ერთად. უკვე ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ, რადგან ინფორმაცია თქვენზე რეზონირებას იწყებს მაშინ, როდესაც ისმენთ ინფორმაციას და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული, ანუ ვიდეო როდის არის ატვირთული, არანაირ კავშირში არ არის, თუ თქვენზე რეზონირდება, არის თქვენთვის ეს გაშლა. ვისაც პირადი კონსულტაცია გსურთ და დამიკავშირდით მესენჯერში, Facebook-ის ლინკს ვტოვებ ხოლმე როგორც კომენტარების ველში, ასევე ვიდეოს აღწერაში. და ახლა შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ის ადამიანი, ვისაც გინდათ, რომ დღეს კარტმა გიპასუხოთ, თქვით მისი სახელი, წარმოიდგინეთ მისი ვიზუალი, გაიხსენეთ მასთან დაკავშირებული კარგი პერიოდი და ვნახოთ ასეთი რამ. პირველ რიგში ვნახოთ, რას დათმობს ეს პიროვნება ურთიერთობისთვის. რას დათმობს? აქ საკმაოდ ისეთი სერიოზული პასუხია, რადგან ეს ადამიანი წამოვა დათმობაზე იმ შემთხვევაში, თუ შენიშნა, რომ გარკვეულმა სიტყვამ თუ მისმა ქმედებამ თქვენს გულამდე მოაღწია და თქვენ რაღაცაზე გული გეტკინათ. ანუ მისი დათმობა ნებისმიერი სიტუაციიდან უკან დახევა რაღაც დათმობაზე წამოსვლა ხდება მაშინ, როდესაც თქვენ მის გამო თავს ცუდად გრძნობთ ან იგრძნობთ. ანუ ეს ადამიანი ძალიან უფრთხილდება თქვენი გულის გატეხვას, არ უნდა რომ რაღაცაზე გული გეტკინოთ, რაღაცაზე გული დაგწყდეთ. ანუ ეს დათმობა არის ანგარიშის გაწევა თქვენს ემოციაზე. თუ ხდება რომ რაღაც ძალიან სენსიტიურია თქვენთვის, შეიძლება იმ წუთას დათმობაზე წავიდეს, მე ამ საკითხზე გელაპარაკოთ. ასევე შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ თუ თავად ეტკინა რაღაცაზე გული, არ ჩაიდებს ამ წყენას რაღაც საუკუნე გულში, არ გაიბუტება 500 წელი, არ ჩავარდება რაღაც პრინცესულ ენერგიაში და შეიძლება ისე გაატაროს ეს საკითხი, რომ თქვენ არც გაგრძნობინოთ, ან ძალიან მარტივად გახდეს დავიწყებას მიეცეს ეს რაღაც მისგან. ანუ თავის გულის ტკენას დიდად გულში არ ჩაიდებს და მარტივად აღდგება თქვენ შორის ურთიერთობა ან კომუნიკაცია და ყველაზე კარგი აქ ის არის, რომ თქვენზე დიდხანს წყენას არ ინარჩუნებს და არ ბოროტდება, არ ვარდება რაღაც ფარულ აგრესიაში თქვენს მიმართ. ანუ ამ ადამიანს მართლა ესეთი ოქროს გული აქვს, როგორც ჩანს. თანაც ყველაზე კარგი ის არის, რომ შეუძლია პირველი ნაბიჯი გადმოდგას ჩხუბის შემდეგ. იმისა მიუხედავად თვითონ არის დამნაშავე თუ თქვენ. და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მას აქვს ძალიან დიდი მიუღებლობა იმ ფაქტის მიმართ, რომ თქვენ შეიძლება მის გამო ან იტიროთ, ან ცუდი დღე გქონდეთ. ეს ძალიან არ სურს. ის დათმობს ამ ემოციურ ბარიერებს და დიდხანს წყენას არ დაიტოვებს. კარგით ვნახოთ, რას მიიღებთ თქვენ მისგან, რას მიიღებთ მისგან. ზოგადად მისგან და ამ ურთიერთობისგან რას მიიღებთ? აქ მოდის ესეთი თავგადასავლების ენერგია, ეს არის
სასიყვარულო თავგადასავლები, ეს არის ბევრი ლამაზი მოგზაურობები, შეიძლება ძალიან გიყვართ ორივეს მოგზაურობა პირდაპირ მნიშვნელობით, ან შეიძლება თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი ადგილები ერთად მოინახულოთ, შექმნათ ულამაზესი ისტორია, თქვენ არ ხართ ის წყვილი მხოლოდ დივანზე რომ ატარებს ურთიერთობას ან ტელევიზორის წინ, ეს არის აქტიური ენერგია, ეს არის აქტიური მოგონებების შეგროვება. პირველ რიგში სასიყვარულო თავგადასავლები ამ ადამიანს შეუძლია მოგცეთ სასიყვარულო თავგადასავლები იმ კუთხით, რომ შექმნას მრავალფეროვანი დღეები, ანუ ყოველი დღე ერთმანეთს არ ემსგავსება, ყოველთვის ეცდება, რომ ახალი მუხტი შემოიტანოს ურთიერთობაში. და აქ მოდის ესეთი სიტყვები, რომ სწორ გზას დაადგებით ორივე. შეიძლება ეს იყოს მომენტი, როდესაც თვითრეალიზაციაში გზები გაგიხსნათ ამ ადამიანმა და დაგანახოთ, სად გაქვთ პოტენციალი და არა მარტო სასიყვარულო რომანტიკული ურთიერთობის გზა იყოს სწორი, არამედ თქვენს მიერ არჩეული ნებისმიერი მიმართულება ამ ადამიანის წყალობით და გვერდში დგომით სწორი აღმოჩნდეს, ან ერთმანეთს მისცეთ ბიძგი, რომ რაღაც ახალ გზას დაადგეთ, ან ერთად დაიწყოთ რაღაც მნიშვნელოვანი ცხოვრების ზოლი ეტაპის შენება. ყოველ შემთხვევაში აქ რესურსულია ეს ადამიანი იმ კუთხით, რომ მიიღებთ მისგან ბევრ გამოცდილებას და მოგონებები იქნება თქვენთვის საუკეთესო. ანუ ეს არ არის როგორც აღნიშნე რუტინული ურთიერთობა. ახლა ვნახოთ ასეთი რამ. რა არის ის რამ, რასაც ის არ დათმობს არასდროს. არ დათმობს საკუთარ ოცნებებს, საკუთარ მისწრაფებებს, შინაგან ემოციებს, ანუ რაც გონია რომ მისი გასავლელია, შეიძლება თქვენ ურჩიოთ თქვათ როგორი რაღაც, რომ აი ძალიან იღლები ამ სამსახურში, მოდი იქნებ სხვანახო. ის გიპასუხებთ, რომ მადლობა, თუ მიფრთხილდები, ყველაფერი მესმის შენი, მაგრამ მე ვერ დავთმობ ჩემს მიზნებს და ოცნებებს. აი დაახლოებით რომ მიხვდეთ, როგორ არ დათმობაზეა საუბარი. ანუ ამ პიროვნებას აქვს მკაფიოდ გადაწყვეტილი რაღაცები, შეიძლება ბავშვობიდანვე იცის რის მიღწევა სურს და ამ თავის შინაგან ოცნებებს, საკუთარ მიზნებს არ დათმობს, ვერ შეცვლის, არ უნდა ესეთი პოზიცია აქვს, რომ რაღაც მყარი სწამსი აქვს ჩამოყალიბებული. ანუ ეს არის ადამიანის ტიპი, რომელიც შინაგან ეგრეთ წოდებულ ინსაიტებს ძალიან ძლიერად ემყარება და ზუსტად იცის რა სურს და არ არის მერყევი ამ საკითხში. შეიძლება კიდევ ჩავთვალოთ, რომ არ დათმობს ვისთვისაც აქტუალური არის ეს საკითხი, არ დათმობს თავის რელიგიას. არ დათმობს იმ საცხოვრებელ ქალაქს, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს, ან სადაც იცის, რომ მიღწევები ბევრი ექნება. შეიძლება არ დათმოს მშობლებთან სიახლოვეში ყოფნა, ან ახლოს ცხოვრება, ან მათთან ცხოვრებაც კი ზოგიერთ თქვენთაგანის გამო, რაღაც მიზეზების გამო ეს ფაქტორიც გაითვალისწინეთ. ну, აი შეიძლება აქ კიდევ ჩავთვალოთ, რომ რაღაც შეიძლება ისეთ სიტუაციაში ახლა, ან ისეთ ასე ვთქვათ, გარემოში არის ახლა, რომ თავს გრძნობს მაქსიმალურად კომფორტულად იქ და აი ამ ყველაფერთან ერთად თქვენი თავი უნდა იმ გარემოში, სადაც ახლა კომფორტშია და ანუ რაღაც ამ კუთხით ახალი თავგადასავლები არ უნდა, ანუ რაღაც სიმყარე აქვს მას უკვე ნაპოვნი, სადაც უნდა რომ თქვენც არსებობდეთ და არა ერთად რაღაც სხვა განზომილებაში გადახვიდეთ. ხო, აი შეიძლება აქ სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობთ და ამ ადამიანს უნდა რომ ზუსტად იქ წახვიდეთ მის გამო და იქ დამკვიდრდეთ, სადაც ახლა. შეიძლება ესეც მოვიაზროთ. ну, თუ ეს ყველაფერი თქვენ არ გეხებათ, აქ მოდის პირდაპირი სურათი იმისა, რომ რაც მას გულით უნდა და ოცნებები აქვს და რაღაც მიზნები აქვს, თუნდაც ის რომ ბოლო თეთრამდე შეაგროვოს ფული იმის გამო რომ რაღაც კონკრეტული მანქანის მოდელი იყიდოს, აი ესეთ რაღაცებს არ დათმობს.
ისეთი მინიშნების სახით რომ თქვა, შეიძლება გქონდეს ამ პიროვნებას ესეთი ხშირი სიზმრები, რასაც გიმჟღავნებდეთ და გიყვებოდეთ, სადაც თავის წარმატებებს ხედავს და ამ სიზმრებს უჯერებდეს ან ემყარებოდეს, ან ხშირად რაღაცას გიყვებოდეთ. ანუ შეიძლება გქონდეს ფანტაზიები ან სიზმრები განვითარებული და ამას გიზიარებდეთ და იცოდეთ, ახლა ხვდებოდეთ თუ მის მიზნებში ესე მკაფიოდ რა იგულისხმება. ახლა მოდი ვნახოთ რა არის ის, რასაც ვერ მიიღებთ მისგან. ну, აქ მისგან რას ვერ მიიღებთ, თუ ხართ ესეთი ძალიან დომინანტური ხასიათის ადამიანი, აქ ცოტა იმის სწავლა მოგიწევთ, რომ მისგან ვერ მიიღებთ ბოლომდე გაკონტროლებას, ვერ მოიპოვებთ მასზე ძალაუფლებას. ეს ადამიანი ცნობს ურთიერთობაში თანაბარ როლებს, ანუ 50-50-ზე ურთიერთობების მომხრეა, ეს სწამს, ეს სჯერა. შეიძლება თანხაშიც ზოგიერთი პარტნიორი თანხობრივ საკითხებშიც 50-50-ზე ურთიერთობის მომხრე იყოს, შეიძლება ეს იყოს პირდაპირ მნიშვნელობით დათმობები, ან შეიძლება იყოს პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ურთიერთობას ლიდერი არ სჭირდება ამ ადამიანის თვალსაზრისით, ანუ დომინანტი ესეთი ლიდერი არ სჭირდება. როდესაც ორის დასრული ადამიანი არის ურთიერთობაში, ხან ერთი აიღებს პასუხისმგებლობას, ხან მეორე აიღებს პასუხისმგებლობას და ესეთი ურთიერთობები უფრო მისი ტიპი, ანუ ვერ მიიღებთ მისგან ვერასდროს იმ მდგომარეობას, რომ იყოს სრულად მორჩილებაში, ხო? ან სულ მუდმივად გაკონტროლებული რომ იყოს, ანუ ფიქრობს რომ თვითონვე არ სჭირდება ეს რომ იყოს გაკონტროლებული, უნდა რომ ენდობოდეთ. კიდევ აქ მოდის ეს ვარიანტიც, რომ მანიპულაციის გზით ვერ დააყენებთ ამ ადამიანს არჩევანში, რადგან ძალიან ძლიერი ისინი აქვს, ანუ თვითონაც ძლიერი მანიპულატორია, უბრალოდ ამას არ იყენებს. უბრალოდ ძალიან კარგად ხვდება, როდის არის მანიპულაცია და როდის არის მასზე დომინანტობის თუნდაც ფარული ენერგია და აი ამ ყველაფერს ძალიან ემიჯნება. ანუ ვერ წაუყენებთ ესეთ მოთხოვნებს. ყველაფერი მასთან არის გულწრფელობის ხაზით უფრო ძალიან ბევრ რამეს მიიღებთ მისგან, მაგრამ აი ასეთი ქმედებებით, ასეთი მიდგომებით მისგან ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. ვერ წაუყენებთ აი მოთხოვნებს, შეიძლება გითხრათ, რომ აი რატომ მივაჭრები, უბრალოდ დავსხდეთ ვილაპარაკოთ. აი რაღაც შეიძლება ესეთი თავისი ისინი ჰქონდეს მიდგომები, ხო? ну, რა თქმა უნდა, თუ ესეთი ხასიათი საერთოდ არ გაქვთ, ამ ფაქტის წინაშე არც დადგებით, არც კამათი მოგივათ, არაფერი მსგავსი არ მოხდება. ანუ რაც მას თავად გულით არ უნდა და თავად არ არის მოწადინებული და მონდომებული, რომ რაღაც გააკეთოს თქვენს გამო, მას ესე ბიძგებს ვერ მისცემთ. ჩათვლის, რომ თქვენ მის პირად საზღურებს არ უღავთ, პირად თავისუფლებას რაღაც მომენტში არ იცავთ და შეიძლება ამის გამო მწვავე რეაქციები წამოვიდეს. ანუ ურთიერთობაში ეს ადამიანი მოგცემთ მუდმივობას, არ იქნება არანაირი ემოციური საქანელები, მაშინ თუ მკაფიოდ დაიცავთ მიცემა-გაცემის პროპორციებს და ასე ვთქვათ 50-50-ზე ურთიერთობის ბალანს. აქ ესეთი მდგომარეობა მოვიდა. ეს ადამიანი ცოტა უფრო ჰგავს ისეთ პიროვნებას, რომ შეიძლება იყოს როგორი უფრო ევროპული ბუნების, ხო, შეიძლება არ იყოს თქვენი მშობლიური ქალაქიდან ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ცოტა განსხვავებული ტრადიციებით აღზრდილი იყოს, ან არ არის აუცილებელი რომ მაინც უცხოელი იყოს, შეიძლება უბრალოდ მას ჰქონდეს ესეთი ხედვები და თუ თავს იგრძნობს რომ 50-50-ის ენერგია ეგრეთ წოდებული კარგად არის დაცული და
ჰარმონიაში ხართ, უფრო მეტად ღია იქნება, მეტად გახსნილი იქნება, მეტად რესურსს ჩადებს და უფრო მეტად შეეცდება თქვენს გახარებას, ვიდრე რაღაც მომენტში გალიაში მომწყდაული ურთიერთობები მას არ უყვარს, თუ თქვენც ასეთი ხართ, თუ დაემთხვა დღევანდელი ხასიათი და ამაში ჰარმონია გაქვთ, ჩათვალეთ თქვენი ურთიერთობა იქნება ძალიან მუდმივი და მყარი. მე დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, ყველას წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.